დახტოვანებული ვარ, იმიტომ რომ ასეთი ტიპის უნივერსიტეტი ჩვენ არ ქონია და პირიქით, უნივერსიტეტი და განათლება არის მთავარი, რაც გვაკლია. რაც შეეხება ჩვენ კონკრეტულ შეხვედრას, უბრალოდ დახტოვანებული ვარ შეკითხვებით, ბევრი შეხვედრა მაქვს ხოლმე და ძალიან მიხარია ახალგაზრდების კარგი და განათლებული ახალგაზრდების აღმოჩენა, მაგრამ არ ვიცი რა, დღეს რაღაც განსაკუთრებული შეკითხვები ქონდა, განსაკუთრებული გონიერი და საჭირო და ძალიან მომეწონა, ძალიან კმაყოფილი ვარ. შეიძლება ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს აფხაზებისთვის მიმზიდველი და გონია რომ ეს არის მაგარი შეთავაზება, რომ ეს უნივერსიტეტი ქუთაისში ეს უნივერსიტეტი ყველაზე ახლო არის ალბათ აფხაზეთთან და აფხაზებისთვის შეიძლება იმ ვითარებაში, რომელსაც ისინი აღმოჩნდნენ, ასეთ ჩაკეტილ და იზოლირებულ გარემოში იყოს ძალიან მაგარი გამოსავალი, იმიტომ რომ მათაც ყველაზე მეტად ახლა განათლება ჭირდებათ და თუ ეს განათლება, ეს უნივერსიტეტი აღმოჩნდება ნაბიჯი ერთმანეთისკენ, შერიგებისკენ, იქნება ძალიან მაგარი გამოსავალი. ასე რომ მე ყველანაირად მივესალმები. წერალმა დავით ტურაშვილმა ჩვენ სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია თემაზე აღმოაჩინე საქართველო. ეს არის აქტივობა, რომელიც მხარდაჭერილია აფხაზეთის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სამინისტროს მიერ. დიდი მადლობა მინისტრს ამ აქტივობისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ზოგადად დაინტერესებულია და ჩვენ ვაკეთებთ ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, როგორც დევნილი, ასევე ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ეს კონკრეტული ნაბიჯები, ზომები მოიცავს როგორც სწავლის დაფინანსებას, კამპუსის დაფინანსებას, სპეციალურ სტიპენდიას, ყველაფერს იმისთვის, რომ ახალგაზრდების ხელს შეუწყოთ ახალგაზრდების უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაციას. დღეს ქუთაისში დასრულდა ჩვენი პროგრამა აღმოაჩინე აფხაზეთი, რომელთაც მოვიარეთ მთელი საქართველო, დაასრულა ეს დათო ტურაშვილმა. მადლობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მართლაც არაჩვეულებრივი დახვედრისთვის. ვფიქრობ, საინტერესო იყო და მრავალმხრივი იყო ეს ლექციები და რომელმაც მოიცვა სტუდენტები, მოსწავლეები, არა მხოლოდ აფხაზეთიდან ზოგადად. ვფიქრობ, რომ ყველა სტუდენტს და ყველა მოსწავლეს შეიძლება და უნდა აინტერესებდეს ეს თემები. ჩვენ უკვე ვემზადებით მომავალი წლისთვის და ვფიქრობ, ცოტა სხვაგვარად, სხვა სახით იყოს, ან ლექციების, ან სემინარების სახით, მოკლედ ამ ყველაფერს შეგატყობინებთ. თუ მოგწონთ ეს აქტივობა, თუ გაინტერესებთ ეს ლექციები, ჩვენი სოციალური პლატფორმები ღია, მოგწერეთ იდეებისთვის, იდეების გაზიარებისთვის მზად ვართ და გელოდებით უკვე ახალი წლის შემდეგ ჩვენს ლექციებზე ყველას.